ბატონებო და ბატონებო, ტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან დიდი ჟრიამული იწყება, რადგანაც ვიწყებთ ყველაზე მხიარულ თამაშს, ქართული ლიგა. ეს ქართული ლიგის მეორე სეზონია, ფესტივალზე 17 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბავშვებო, გილოცავთ მეორე სეზონის დაწყებას, იყავით ლაღები, იყავით კბილები, იყავით გემრიელები, როგორც მე ვარ ქარიზმატული, ესეთები ყოფილიყავით და წარმატებებს გისურვებთ ამ მეორე სეზონზე და მე პირობას ვდებ, ვიციდებ, იქნება სასაცილო, არ იქნება სასაცილო, გავიგებ ხურობას, არ გავიგებ ხურობას, პირობას ვდებ, რომ ვიციდებ. ბაბი, დაიწყე ხარ როგორც წინა სეზონზე. ხო. კი ბატონო. წინა სეზონზე ცოტა მოდუნებული ვიყავი. მაშასე 17 გუნდიდან ასპარეზობას შემდეგ ეტაპზე, მხოლოდ 12 გუნდი შეძლებს, თუ რომელი გუნდები დაძლევენ ამ ეტაპს და გააგრძელებენ ჩემპიონატში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, გადაწყვეტს ამას ჩვენი კომპეტენტური და პატივცემული ჟიური. მაშასე წარმოგიდგენ ჟიურის წევრებს. მასაკარის პრეზიდენტი და ქართული ლიგის ორგანიზატორი ნიკოლოზ მახვილაძე იგივე ასტაბა. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ამიკო ჩოხარაძე. თავისივე სახელობის ღამის შოუს სამყარო გიორგი გაბუნია. პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ამ საღამოს კი ჩვენ გაუძღვებით უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე და ოდნავ შეშუპებული ჯივი აბესაძე. გვინდა მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს. ასევე ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბატონ კარლო კოპალიანს. ასევე პროექტს მხარში უდგა საქართველოს კულტურის პალატა, მისი პრეზიდენტი და ამავდროულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით ოკიტაშვილი. ასევე მადლობა უნდა გადაუხადოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურული ღონისძიებების ხელმძღვანელს პაატა მალაზონიას და ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატროს სტუდია მოდი ნახე სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს. მაშასე დაგადრო რომ დავიწყოთ თამაში და ფესტივალის პირველი მონაწილე ფოთის გუნდი რაია. ტელევიზორი და კასეტა ფილმები ზეპირი ფრაზები კრისილი პიუზო სკორსეზე რემბო მოგესალმებათ ფოთის გუნდი რაია. შეგახსენებთ, ქართულ ლიგაში ეს ჩვენთვის მეორე სეზონია, ამიტომაც ჩვენ ხელსარიელები არ ჩამოვსულვართ და ჩამოგიტანეთ ზესტაფონის ხაჭაპური და თერჯოლის ღვინო. მოიცადა ფოთიდან არაფერი არ ჩამოგვიტანია? რას ქვია არ ჩამოგვიტანია? გაზეთი ფოთის სიახლეები, რომელშიც ზესტაფონის ხაჭაპურია გახვეული. გაგიკვირდებათ და გუნდში უფრო ცოტანი ვართ, ვიდრე ამ ქვეყანაში ღამის შოუები. ყველას განხილვას არ დავიწყებ, არ მინდა რომ პაატა გულიაშვილს რაიმე ეწყინოს. ხოდა, განახლებული ძალებით გუნდი რაია ჩემპიონობას შეუტევს. აუ, ამას რამხელა ამბიციები აგვი. შენ ამდენს რატო ლაპარაკობ? შენ ხო არ დაგავიწყდა, ჩამოგიყვანა თბილისში. აუ, ამაზე თანხა გვაქვს ხომ ისაცები. მოკლედ დაგველოდე რა სეზონის ბოლომდე და არ დაგეკარგება ეგ ფული. სეზონის ბოლომდე აქ დაგელოდო კაცო. აქ რატო მარშრუტკაში? აუ, რა გავაკეთო ახ? კაი, მაშინ წავალ, ბორბლებს დაუშვებ და დავბერა მერე ისევ. მოკლედ, სანამ ჩვენი მძღოლი სააკაძის მოედანზე ბორბლებისა და ნასოსის გამოყენებით შოუს დგამს, ჩვენ ვიწყებთ. ბოლო დროს YouTube-ზე მომრავლდნენ ბლოგერები, რომლებიც გვასწავლიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. მოდი ვნახოთ შემთხვევა ფოთის პლიაჟზე. მიშველეთ. რა ხდება? უშველეთ. რა ჭირს? ზღვაში ვიპოვე, ხელოვნური სუნთქვა უნდა. აუ, არ ვიცი როგორ გეთება? YouTube-ზე ვნახოთ. მართალი ხარ. როგორ გავაკეთოთ ხელოვნური სუნთქვა? რა ხდება? რეკლამა აჯერ. დაიწყო. ეს ტიპი ვიც მოგესალმებით. ამ ვიდეოში მე გასწავლეთ ზღვიდან გამოყვანილ ადამიანს, თუ როგორ უნდა გაუკეთოთ ხელოვნური სუნთქვა. მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გაააქტიურეთ ზარის ღილაკი, გამომყევით Instagram-ზე, TikTok-სა და Facebook-ზე, სადაც უამრავ საინტერესო ვიდეოს ნახავთ.
როგორებიცაა? როგორ ვითამზაოთ გამორთული ლეპტოპით? როგორ განვასხვაოთ სოკოები ქინძისგან? როგორ დავისვენოთ ხუთლარად კოღოებისგან? როგორ მოვიკითხოთ ჩვენიანი თუ დიდი ხანი არ გვინახავს? რომელ ხელში უნდა გვეჭიროს ჩანგალი, როცა არ ვიცით როგორ მივიხართ? გადაახვიეთ ბიჭო გადაახვიეთ ბიჭებო თქვენ მარშრუტიდან ყველაფერი წაიღეთ ხო? კი, რატო? წაიყვანეს მანქანით კაი, არ ინერვიულო მაგაზე დავიბრუნეთ რა. არა მანქანაზე კი არა რადიოზე მწყდება ბიჭო გული ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს მივალიქსა და სუფლისსა. ფინალო სიმღერა არ იყო ეს ხო ჩვენი? არა. ამ ხიარულ ნოტაზე გუნდი რაია გემშვიდობებათ. მადლობა ბავშვებო. ფოთის გუნდი რაია გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ბექა ვაჭარაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ტყებუჩავას და გოჩა ბაცაშვილს, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს გაწეული დახმარებისთვის. კარგი ბავშვები, ყოჩაღები ნელ-ნელა იზრდებიან, მე როგორც ვთქვი. დრო რომ წარმოგიდგინოთ შემდეგი გუნდი და შემდეგი მონაწილე ბათუმის უნივერსიტეტის გუნდი PSU. Los aviones me gustas tú, me gusta viajar, me gustas tú, me gusta la mañana, me gustas tú, me gusta el día. მოგესალმებათ ბათუმში ამ სეზონზე 90 ენების კონცერტებისგან გადაღლილი გუნდი PSU. ჩვენ ახლა ჭარლები აქ-ისე არ ჩამოვსულვართ საჩუქრის გარეშე რა. ხო და ქართული ლიგის ულამაზეს წამყვანს ქალბატონ ბაბის გვინდა რომ ჩვენი ნამდვილი ბათუმური შაურმის გემო გავასინჯოთ. გთხოვთ შაურმა. მიირთვით ქალბატონო ბაბი, გთხოვთ. Kali ხარ ნელა! ნელა რასაკეთებ ნელა! ბოდიშ გიხდით აი ჯიმის რომ მივაწოდოთ თქვენ და გვიგემოვნეთ ბატონო ჯიმი. Why did you get to mama to Lola? ახლა კი წარმოგიდგენთ სიტუაციას ცეკვან ვარსკვლავების მონაწილე გასვენებაში. Why? Ui! ვიზიარებ. ეს რა დაგვემართა? Ui! ახლა კი ვნახოთ სიტუაცია აჭარელი გოგო გადაარჩინა მაშველმა. ყველაფერი იქნება კარგად. გულის მასაჟი 1 2 3 პულსი არა. კიდევ ერთხელ 1 2 3 კიდე არ ვთქვა რა ვქნა. ხელოვნური ვთქვა, თან ცოტას გავერთობი. აუ, მეიცადი. აუ, აქ არ გადამარჩინო. რატო? არა, აქ ბიძა ჩემი შეზლონგებს აქირავებს ერთი. იქეთ რომ გადამარჩინო ხიდის ქვეშ? ხიდის ქვეშ რა პრობლემაა? ჩემს ასულ ერთია. Los aviones me gustas tú, me gustas. სიტუაცია ქართველი კარატისტები. Fox. ჰაი ხმალო ხელსურეთს ნატერო თემაში თუშმა დაგფერა. ბოლოს კი ვნახოთ სიტუაცია ემოციური ტრენერი. მიდი ბიჭო. მიდი ეცგერე, დავაი დაჭდა. მიდი აწია ბიჭო. მიდი დროზე ბიჭო, შეეჭიდე ბიჭო, ქართველი ხარ. როდის დაცემულა ბიჭო, ქართველი. მიდი ბიჭო, შტანგაბლა პერუზა შეგაშინოს ბიჭო. მიდი ბიჭო, ქართველი ხარ. მოგიგეს ბიჭო, მიდი ბიჭო. აწია. მაშინ ახლა ჩვენ ავწიოთ და წევდეთ აჭარაში. ძვირფასო მაყურებლებო. ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ სცენაში იყო სეზონზე თქვენი მასპინძელი, ხოლო ეხლა თქვენი სტუმარი გუნდი ბათუმიდან PSU. Me gustan los aviones, me gustas tú, me gusta viajar, me gustas tú, me gusta la mañana, me gustas tú, me gusta el viento.
ბათუმის გუნდი ბესეუ მადლობას უხდის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტს ლიკა დიასამიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის. და მე შაურმეს კიდე, მე უხდი პირადად მადლობას. ახლა თქვენს წინაშე წარდგება დებიუტანტი გუნდი ხაშური და გუნდი ცოცხალი. მოგესალმებათ ხაშურ სურამის ყველაზე ჰუმანური გუნდი ცოცხალი. ჩვენ ახაშულები გამოვირჩევით ერთმანეთისადმი ურთიერთპატივისცემითაცა. აი მაგალითად ახლა თქვენს წინაშე ჩემს მეგობარს ვეტყვი რომ მე დღეს მისი მაქნა დავამტვრიე. რა ბიჭო, რა ქენი? კიდე დაგიმტრიო კბილები. და ისიც ურთიერთპატივისცემა. მას შეეძლო პირდაპირ თქვა კბილებს დაგიმტრიო, მაგრამ არა, ჯერ მკითხა, გინდა დაგიმტრიო კბილებიო? იქნება არ მინდა. ჩვენ ახაშულები ტყუილ უბრალთა არასოდეს არ ვჩხუბობთ. ბიჭო, საბა, დასარეკე ხო გააკ? არა. ამაზე მეტი ბიზაზი რა გინდათ აბა? ჩვენ ახაშულები ხანდახანა ისეთ სიცრუელებითაც ვფიქრობთ. როგორიცაა მაგალითად, აი სიტყვა ხაშურში, რომელი უფრო მეტი არის? თანხმოვანი თუ ხმოვანი? აი ახლაც ბატონი ზიო ძის და ფიქრობს, რომელი უფრო მეტი არის სიტყვა ხაშურში? თანხმოვანი თუ ხმოვანი? მასიც არ არის ბატონო ზიო. ისე სუმაინტერესები და სურამელები რატო იქნებდით ნაზობს ზევთქვევით? აბა ძმაო, ასე აქეთ იქნება რთული არის. კიდევ არაფერი. ისე ყველაზე ცნობილი სურამელი ვინ არის? ვითომ არ იცის ახლა რა? ვინ არის და სერგოს ნაზუქი ბიჭო? ნაზუქის მერე? რა გჭირს ბიჭო, თვითონ სერგოი. ისე მაგარი ძუნწი ხალხი ხართ სურამელები რა. რაი ბიჭო? რატო არ ძმაო ძუნწები? ახსენი ბრატ. ბიჭო, კაცი რო არ ჩაგეყოლებინა ციხის ასაშენებლად, გადაიხადე 23 ლარი არმატურაში დააშენე. ეგა კაი აზრი არის. ახლა კაი დროსი არის. ბიჭო, მაგარი რაღაც ნახეთ, მათ ხმევინეთ რა. ბიჭო, ვიკავაგიშვა შენა, გადი აქედან და დააბი თუ გადი. აზრზე არ ახარ რა. სურამ ხაშურის ყველაზე ჰუმანური გუნდი აგრძელებს გაბოსვას. გაგიკვირდებათ და ხაშურში და სურამშიც ხშირია ხოლმე სასაცილო მომენტები. მოდი ვნახოთ სიტუაცია ხაშურელი ჯოჯოხეთში. ახა სულ ასეთი სიცხე არის? კი. ახა წყალი სულ ასე დუხს? კი. და ეს ყველაფერი რა ჭდება? ეს ყველაფერი უფასოა. უფასო არის? კი. ჩემი ძმაო. მოდი ვნახოთ სიტუაცია პაატა თედიაშვილის კონცერტზე. ბილეთი გაქვთ? რა თქმა უნდა, არა. მოგძანდით. ბილეთი გაქვთ? დიახ. რაი ბიჭო? არ გწვენია ბიჭო. ახალგაზრდა კაცი ხარ, ოჯახი ყავს. რა შიყრი ბიჭო ფულსა? ხაშურის მერიამ ქორწილებში აგვიგზავნა ჩხუბი. მოდი ვნახოთ სიტუაცია ხაშურში ამ აკრძალვიდან 10 წუთის შემდეგ. რა გვეშველება ბიჭო? საბა რა გავაკეთოთ ბიჭო ახლა? რა ვქნათ ბიჭო? ბიჭო, გინება დაუტოვებიათ. გინება დაუტოვებიათ? ხო გითხარი ღმერთი ბოლომდე არ გავცირავს მეთქი აბა რა დაკა. ხაშურს კათკათას, ხაშურს თვალწარმტას, ზურმუხტის ჩვენებას, სიცოცხლის ედებს, თუ შეგიყვარა სურცაც გაგატანს, და თუ დასჭირდა, თავს გაიმეტებს. ხაშურის მუნიციპალიტეტი დიდ მადლობას უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტს გაწეული სამსახურისათვის. მადლობა. ბიჭებო, კიდე მაგარი რაღაც ვნახეთ და მათ ხმევინეთ რა. თქვი. თქვა? თქვი. ხო და თქვენ წინაშე კუც იქნებდა გუნდი ცოცხალი. სურამლობა ინატრებს, ჩამოვწამდით და საფრთხა ცხოვრება იქაზე. მადლობა ბავშვებო, ხაშურის გუნდი ცოცხალი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის ხაშურის მერიას და მერს თენგიზ ჩიტიაშვილს. და კიდევ ერთი დებიუტანტი მონაწილეები უნდა წარსდგენ ახლა თქვენს წინაშე, ხარაგაულის გუნდი ჭირიმე.
მე ვედით. თქვენს წინაშეა. მოიცა. ყოველგვარი ყვირილის დაურზაურის გარეშე წყნარად შვიდად თქვენს წინაშეა მცირე მისიითა და დიდი ნისიით ხარაგაულიდან დედაქალაქში ჩამოსული გუნდი ჭირიმე. სულსულა. ბიჭო, ეს არის მთაწმინდის ანზა და ფუნიკულიორი. კი, ეგ არის. აუ, მართლა რა მაგარი გამოსახანებელი ადგილი ყოფილა. კარგით, დამშვიდით ბიჭებო. ვიდრე გამოსვლას დავიწყებდეთ. მოდი, გავასწოროთ საათები თბილისის დროზე. დამტანჯა. რიგოც რო არ გაჩერდეს 15 წუთი არ იქნება ის. ჩვენ ვართ დები, იშხნელები. უტანტები ბექა. ხო, ჩვენ ვართ დები, უტანტები. ვინაიდან პირველი სეზონი არ გვითამაშია. ნუ არ გვითამაშია და მაინც და მაინც არც გული დაგწყვეტია. არ იყო ახლა ექთასის სამად გასაყოფი. ახლა რატო ჩამევედით? აქ გუნდები ძირითადად თავიანთ მუნიციპალიტეტებზე ხუმრობენ. ჩვენ მათგან განსხვავებით ხარაგაულზე არ ვიხუმრებთ. სიმართლეს ვიტყვით. ხარაგაულში ცხოვრება ზღაპარს გავს. იგი დაწამოსული, ბევრი გვინახია, მაგრამ უკან დაბრუნებული არა. მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ წელს ხარაგაულში ტურისტების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. კი, მაგრამ როგორ დათო? როგორ და ფრედი რო ჩამოდიოდა ხოლმე გერმანელი ტურისტი, ხო გახსოვს? სოლი მოუვანია ბიჭს წელს მეუღლეს და ერთად ჩამოვიდა. დიდი მოლოდინის მიუხედავად ხარაგაულელებს კოვიდმაც არაფერი არ დაგვიდოვა. წელს ბათუმში ბრიტნი სპირსი ჩამოდის. ქუთაისში რიანა ჩამოდის. თბილისში ბიონსე ჩამოდის. ხარაგაულში მდინარე ჩამოდის. რა არ ჩამოდის? ხარაგაულში სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით მიგრაცია ნაკლებია. იქნება ბა სადგინ დაზახვი. დაუშვათ მიდიხარ მატარებლით. დუგუნ. დამთავრდა ხარაგაული გამოჩნდა ხაშური. ვაიმე დედა, ტრიალდები უკანა მოდიხარ ჩარა. დუგუნ. და ზესტაფონისკენ რო წახვიდე. აუყური ახლა ამას. შენ ბიჭო გამოთქმა არ გაგიგია. კვამლო იქიდა დაფლუაკედო. თაფლს დატოვებს კაცი და კვამში ძავა შეტვინ ცოტა შენ, ა? ხარაგაულში სხვა ქალაქებისგან განსხვავებით პატრული ღვედის გადაუკრელობის გამო ჯარიმას არ გვიწერს. მე რა დამოჯარიმას აბა. შენ მანქანა ყავს ბექა და მით. ხარაგაულელები ყავს ძირითადად მეზობლებში ვსვავთ. ზესტაფონში. ხარაგაულელებს გასართობად ბარიც გვაქვს. და თოხიც. არ უნდა მეთქვა. ისე თოხს ვიც იგონებდე, ერთი კაცი რო ყოფილიყო, იმის გვერდით ხო იქნებოდა მადლი რა. რატო? რატო და ხუ ეტყვედა, რა სიგონებ შენი ოხედი და დავატირეო. ცვლიან ბალახზე თუ ბექშიშვილმა არ გაიარე, რა მამული. კი არა და. ბექშიშვილა რო დამტანტალა, ორი დღეა. საწეიკა, ჩვენ ბექსასმელი. ვა, გოგი, მე კი არა შენ საწახვედი 8 ორთქლი ოკრიბის სადგურიდან. როგორც ცხონებული ბაბუა ჩემი იტყო და სხვათა შორის ჯიმი, ბაბუა შენი ჭიკო და ბაბუა ჩემი ნიკო პარალელური კლასელები იყო. საწიდებული კაცი იყო საცხონოს ხვეთმა. რა ხარ? ქვეყანაში. რას ბოდა ვიდო? ხო და როგორც ცხონებული ბაბუა ჩემი მეუნებოდა, ჩემო კოკიაო. ცხოვრება ცირკიაო. ცხოვრება ცირკი კი არა. თურმე ცირკთან ყოფილა. დაგტოვა, მე მგონი ფშიერი ამ უპატრონო. საჭმლის ფული დაგვიხარჯა ბიჭო. ბიჭო, რა იყო? 20 მანეთე მოვაკელე. 20 ლარი რა, სეილი შეხვდა. ბიჭო, სეილი კი არ შეხვდა, შინოური შეხვდა. 20 ლარსაც კი არ მართ. ბიჭო, 20 ლარსაც კი არ მართებდა, მაგრამ ძალიან
მოვდე უბეში ხო იცი ჩემი ხასიათი გოგია ესენი კი არ მეუნევიან მე ერთი ხარაგაულელი მე ვათო ორი თბილისელი ჯო გააჩნია სიტუაცია აქანა გვინდოდა სიტუაციები გვეთამაშა მაგრამ როგორც ქალბატონი ირმა სოხაძე იტყოდა დირო როგორი გავიდა თქვენ წინაშე იყო ხარაგაულის გუნდი ხარაგაულის გუნდი ჭირიმე მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობალ უსმანაშვილს. ქალაქ თბილისის გუნდი მწვანე. მოდი სეზონის დასაწყისშივე გავიცნოთ გუნდი მწვანე. ამათი კარგი არ ვატირე ჩემი დავიწყებ. მე ლაშა ვარ და დავიბადე ღარიბი გლეხის ოჯახში, როგორც ყველა გენიალური პიანისტი. პალალალალ. პიანინოზე უფრო კარგად გამოვდის. მოდი გავაგზავნოთ გუნდის მარგალიტით. ეს ყველასათვის საძულველი ბექა ოსაძეა. ამბიც არ ვიცნობ ვინ არის. ვინ ხარ, რა ქვია? ერთი წამი დავაზუსტებ. მიგელი. მიგელი, რა кай სახელია, რა გვარი ხარ მიგელი? აღარ ჩამადებინი, ამდენი დრო მაქვს, ეხა შენი აზრით მე. ანაინი როჟან ხარ, რა. მანაგუა. საიდან ხარ, ვინ ხარ საერთოდ? ერთი წამი. შენ ეს ვერ იცანი? ეს არის ანეკდოტების გურუ. ანეკდოტების გურუ? პატაგულიაშვილი მამზადებდა. პატაგულიაშვილი? კი. კოლეგა! ბიდი გეცოდინება რაღაც კაი ანეკდოტი. ითხრა? კაროჩე მიხვანი თამანდა რა ხვაზე ხარ და ვიღაცა ტლოპინა კაცი არ უსმენს რა ჯიგარი და ეს აქედან ეძახი შეგელაპანაკებიო ალაგებულ ბაგიდას რო გიგავს თავიო. როგორც ხუსიკა იტყოდა, როდესაც ხუმრობა სასაცილო არ არის, იცეკვე ცეკვა შეგაწყვეტინეთ, პროსტი, ტუტკებო. წინა თამაშზე რატო არ იყავით? მოიცა ბიჭო, ჩვენ არ ვიყავით თუ შენ არ იყავი. ნუ მეტლიკინები. მუპასუხე. ნუ მეტლიკინები თქო. მოიცათ კაცო, მე რა შუაში ვარ. ახლა უყურე. მე შენ ხოფერა შუაში ხარ. მომბეს და ბულინგი მეგობრებო. ახალი სეზონი დაიწყო და ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. ყველაფერი მეოთხე კლასში დაიწყო. როცა ჩემმა კლასელმა უმოწყალოდ მცემა. უხნათია. მაგრამ სამაგიეროს გარეშე მეც არ დავტოვე, მე მას რეული დაუჯღაბნე. და ზუსტად მაშინ ჩემ თავში ვიპოვე ძალა, ვის ვატყუე. დედამის მათ მცემა, რვეულის გამო. და მაშინ მივხვდი, რომ ხალხი ბოროტია, მე კი მე. მაგრამ მხოლოდ ერთი რამ მომშვიდებს, მე მაყურებელს უყვარვარ. ბექა, ჩვენ გვესმის შენი, მაგრამ შენც გაგვიგე რა. ასე ახლოს ნუდგა ხარ სცენაზე, თორე მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს, რომ ფეხით დარბაზში გადაგაგდო. ჩემი აზრით ბექა ქალის ხელი გაკლია. ეს ქალი ვინ იყო? არ ვიცი, ტვიტერზე გამომემცნაურა იმ დღეს. გამოგვემცნაურეთ თქვენს. Forever's gonna start tonight. Forever's gonna start
მსგავსი მადლობა ბექას გაწეული დახმარებისთვის. გუნდი მწვანე მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას. მადლობა ბიჭებს. შემდეგი მონაწილე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კეხურა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ წინაშე არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კეხურა. როგორც იცით, iPhone-მა გამოუშვა ახალი თაობის სმარტფონი iPhone 14 ძმაო. ას გუნდი კეხურა ჩამორჩა ამასა და გამოუშვა ახალი თაობის გუნდი კეხურა ეს. მას ასე წარმოდიდეთ გუნდი კეხურას პრეზენტაციას. 4 მოდელი გამოუშვეს იმათა, 4 გამოუშვით ჩვენსაც ძმაო. პირველი ეს აჩვეულებრივი არის, რაც ადრე იყო იგივე არის რა. უბრალოდ ცოტა მეხსიერებაა გაუმჯობესებული. მეორე პლუსი. ეს ერთი შეხედვითაც ძველ საგავს, მაგრამ ცოტა გვიანჯდება ძმაო. მესამე პროი. რა ვერ მივხვდით, ანუ პროფესიონალი მეთქი. ამასა კარგად თუ დააკვირდებით 3 თვალია არის. და მეოთხე პრომაქსი. ესა დიდი არის ძმაო, არ ყდება, არ იკაცრება და წყალი აშენს. მე ვიფიქრე, როგორებს დავიმატებ გუნდში. გუნდს გავალამაზებ ცოტა სამეთქი. და მეტოვებია თედოი და გიორგაი რა მინდოდა. შოთა, მე გავიქცევი და მალე მოვალ რა. წადი ნიცა, წადი. სად წავიდა შოთა, ნიცა? რა არის, პრობაციონერი არის, დაადებ თითსა და მოვაუცებ. მომისმინეთ ეხა სულ ყველამ რა. დღეს აუნა მოვიდოთ ეს თამაში ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ. ვისაც რა შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შესაც შეგიძლია ერთი რისი თავი გააქვს რა. არა, ყველა კაცი ერთნაირია. ისე შენთან არა მაქვს დასამალი. მაჩვენე მაშინა. შოთა. რა ქენიცა დაადეთითი? დაოდე ხო, აი 9 წელიც და დავისვენებ რა. ესა თამარი არის. თამარი მკითხავი არის. თამარას ხედავ აბაჩებზე მითხარი ერთი. შენა ზოდიაქოთი მერწყული ხარ, შენს გარშემო სასწორებს ავხედავ. გოგო, სასწორს დაინახავ, ბაზარზე ვმუშაობ, დღე და ღამე გიჟივით და თამარი. შენის მითხარი მოვიდებ წელსა ქართული გასა. ფინალში ქულების დათვლას რომ მორჩებიან, გეტყვი ეგრევე. ელაპარაკე ხამისთან მკითხავსა რა. მე ლაპარაკე, რამე პრობლემა გააქვს ძმაო? ესა ბარბარე არის ძმაო. ბარბარე საგროში სტალინას ეძახია. რათა ძმაო, რახან ჭიბუხს მეწევი? არა, ჯიგარო. პირადობაში სასარული წერია მაგიტომა. ეგრე კი ნუ მიყურებ შენა, მე მის გორზე მაქვს მონაწილეობა მიღებული. ხმებს ითვლიდი. შოთა, ეგრე არ შეიძლება რა. ქალი უნიკალური არსებაა, თვითონ სიტყვაც გვეუბნება. ქალღმერთი, ქალთევზა, ქალაქგარეთ. ისა მელანო რა მაინტერესებს შენა და ეპილაცია გაკეთებული. კი? ვებზე ხარ გადარჩენილი. შოთა, ისე შენა რა კაი შარვალი გაცია, სად იყიდე ჰა? ესა? ესა გამოვიწერე. საიდან გამოიწერე? ებე იდანა. შოთა, ეხა შენა კი ხარ გამოცდილი კაცი, მაგრამ პირველი ღამე თუ გახსოვს? აბა ღამე იყო და სიბნელე რა მახსოვს ახლა. მომისმინეთ ეხა ამაზე რომ გავჩერდებით და არ დამიწყოთ ეხლა აქაო რა შარდენი და პეროვსკაიაო ხიდი და გალერიო და რაღაცეები. დრეებია ეგენი, საჭმელებია. ხო, აბა რა გაუგება რაღაცეებზე ლაპარაკობ, ლაპარაკე ვაშლის დამყნობაზე, შეწამლაზე, გამოჯიშებაზე. ხო, ანდა წიღვაზე, წუნწუხზე, გამოჩითილებაზე. სასტავს გაუმარჯოს, როგორ ისვენეთ ბათუმში, ჩვენ ეხა არ ვსაუბრობთ ჭინჭიხზე, გამოჯიშებაზე. დაისვენეთ თქვენ. მას ასე ქალბატონებო და ბატონებო რამაც ცინებს და 4 როგორ მყავს გუნდში. ერთი გუნდის გამძლებელი არ მყავს მაგის დედავატირე მაგის.
ნაშასე ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშე ქალებში ხვალობდა ნორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კეთურა. მადლობა გუნდი კეთურა გაწეული დახმარებისთვის, მადლობა სუხთის ქორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბატონ გიორგი სოსიაშვილს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ხორბალაძეს. და შემდეგი მონაწილე გუნდი საავიაციო უნივერსიტეტის გუნდი მიმინო. ეს მომსვლელი არ არის. ამიტომ მოგესალმებათ ძალაუნებურად ყველაზე ზევიდან მაყურებელი საავიაციო უნივერსიტეტის გუნდი მიმინო! სანამ ნორმალურ სამსახურს ვნახავდეთ, წარმოგიდგენთ სიტუაციას თვითმფრინავიდან გადმოვარდნილები. No! სანამ ტექსტი მახსოვს, მოდით ვნახოთ სიტუაცია პარაშუტის ინსტრუქტორი უხსნის დამწყებებს, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავიდან გადმოვარდნის დროს პარაშუტი არ გაიხსნა. დედა რამხელა ტექსტი ვთქვი? სანამ ესენი მიხვდებიან, რომ მეც აქ ვარ, მოდით ვნახოთ სიტუაცია, სტიუარდესა აძინებს ბავშვს. დაიმახსოვრეთ, სტიუარდესებით ჩვეულებრივად აძინებენ ბავშვებს. სანამ თავად ნახავთ რა ხდება ბერმუდის სამკუთხედში, მოდით ერთად ვნახოთ რეალურად რა ხდება იქ და როგორ პარანორმალურ მოვლენებს აქვს ადგილი. მოდით ვნახოთ, როგორ ეცხავენ თვითმფრინავებს სხვადასხვა ქვეყნებში. თვითმფრინავის გარეცხვა ამერიკაში. თვითმფრინავის გარეცხვა ინგლისში. და ბოლოს, თვითმფრინავის გარეცხვა ჩვენთან კოპიტნარში. დასი, კაია. გისერდე. თქვენს წინაშე იყო საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის გუნდი მიმინო! საავიაციო უნივერსიტეტის გუნდი მიმინო გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის სტუდენტურ თვითმმართველობას და ადმინისტრაციას. მადლობა. კიდევ ერთი დებიუტანტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი, ლექტორი და სტუდენტები. მოგესალმებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს გუნდი, ლექტორი და სტუდენტები. მოდი ახლა ბევრი არ ვილაპარაკოთ, ეგრევე გადავიდეთ მინისცენებზე, იმიტომ რომ ბევრი გუნდია გამოსასვლელი, რეგლამენტი რაღაცა. ახლა ბევრს ვლაპარაკობ. არა, ბევრს არ ვლაპარაკობ, მაყურებელს უხსნი უბრალოდ რომ ბევრი არ ვლაპარაკოთ. აი ეს გაიყვანეთ. ხოთო ვლაპარაკობ, ბევრს ბიჭო, რა გინდა? ძალიან უცნაური სიტუაცია კონცერტზე.
ახლა კი ვნახოთ რა ხდება სასამართლოზე, როდესაც მოსამართლე ქართველი ტიპური გოგოა. ყურადღება მოსამართლე მობრძანდება, გთხოვთ ფეხზე ავდგეთ. მოიცა შენ ფეხზე ავდგები? აი მე ბოდიში რა ბატონო მოსამართლე ვერ შეგამჩნიეთ. ვერ შემამჩნიე, რავი, თუ გინდა წავალ საერთოდ. არა, ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ რავი, ანუ დამარო გავაგრძელოთ თუ შენ ბოდიში. 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 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მეორე პუნქტის ბიბუდის თანახმად ანდა დაივიწყერა. კარგი, რა დავივიწყო? თავი გამენები რა საერთოდ. ახლა კი ვნახოთ მე-14 საუკუნე. სიტუაცია საფრანგეთის მეფის კარზე. ძიდო მეფეო, ცუდი ამბებია მეფეო. გისმენ? ვეზირი მეფეო, ცუდად არის, კლდება? სამეფო ექიმს დამიძახეთ. სად არის პაციენტი? მოკვდა პაციენტი. ნუ რა გაეწყობა, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. შიშარა კილერი. გაგისკდა გული. ახლა კი ვნახოთ ეჭვიანი კარი. დღეისათვის სულაც იყო, თქვენს წინაშე იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის CEU-ს გუნდი, ლექტორი და სტუდენტები. მადლობა ბავშვებო. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი, ლექტორი და სტუდენტები გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის უნივერსიტეტის რექტორს გია კავთელიშვილს, ლევა კვიჟინაძეს და თვითმმართველობის პრეზიდენტს არტურ საფარიანს. ჩვენკი დახმარებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს, ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კოპალიანს, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს და ამავდროულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ დავით ოკიტაშვილს.